ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია სერგო ჩიხლაძე, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში. ბატონ სერგო, მოგესალმებით, მადლობა რომ პასუხობთ ჩვენს კითხვებს. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერიც, მთავრობის წევრებიც, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებიც დროდადრო აცხადებდნენ, რომ არ იქნება სრული ლოკდაუნი, რომ ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს. ამის მიუხედავად ის რაც მივიღეთ წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოება, როგორც იქნა ეს მოწოდებული, ძალიან გავს პრინციპში სრულ ლოკდაუნს. თქვენ რა სიტყვით და შემდეგ ვისაუბროთ, რამდენად გადაუდებელი, რამდენად სასიცოცხლო და აუცილებელი იყო ეს მოცემულ ეტაპში, როდესაც ამ მაჩვენებელზეა ასული ქვეყანა. კი ბატონო, ნამდვილად პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა დიანა მოწვევისთვის, ჩართვისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებოდით გარკვეულ კაცრ შეზღუდვებს, თუმცა საბოლოო ჯამში აი გუშინ რაც გავრცელდა და ასევე ჩვენ კოლეგებთან არაპირდაპირი და ასე ვთქვათ არაოფიციალური კომუნიკაციით რაც შევიტყვეთ, იმაზე კაცრი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდებოდით, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად სრული ლოკდაუნი მივიღეთ და ისეთივე სიტუაცია პრინციპში არაფრით განსხვავდება, რამდენიმე პატარა სეგმენტს თუ არ ჩავთვლით, ვთქვათ, იქ სალონებს და ასე შემდეგ, რაც ჰქონდა პირველი ლოკდაუნის შემთხვევაში, ასე რომ ეს იმაზე მკაცრია, ვიდრე მთავრობა პროგნოზირებდა და აქ ერთ რამეს და ჩვენც ვარაუდობდით, აქ ერთ რამეს გავუსვა მხარს, რომ ამაზე საუბარი კვირეებია მიმდინარეობდა და ჩანდა რომ მთავრობა არ იყო დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებებში. თუ მას უნდა უბრალოდ თავისი გადაწყვეტილების, როგორც ფართო კონსენსუსის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების, სწორედ ასე შეთავაზება საზოგადოებისთვის. კი ბატონო, ეს შეიძლება უნდა რომ ასე შეფუთოს, თუმცა იგივე ჩვენ აი დღესაც გვქონდა სხვა სექტორებთან ოპოზიციურ პარტიებს შეხვედრები და ჩვენ ვნახეთ რომ არ არის კმაყოფილი ამ გადაწყვეტილებით არც ბიზნეს სექტორი, არც სხვა სექტორები, ასე რომ აქ რაღაცა ფართე კონსენსუსზე საუბარი არ არის და ბატონ სერგო, არ არის კმაყოფილი როცა ამბობთ. ასევე არსებობს სამედიცინო პერსონალი, თითქმის გადაღლილი, ძალაგამოცლილი და ძალიან დიდია მაჩვენებელი, აი 308 მაგალითად გასულ დღეღამეში ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის, სამედიცინო სისტემა, ანუ ასეთ შემთხვევაში მათთვის ეს იყო თუ არა რაღაც ჟანგბადი, სასიცოცხლო დაუცილებელი ბალიში, რომელიც აი ამ შეზღუდვით მიიღო ამ სექტორმა, ანუ უნდა დაიწონოს ყველაფერი. ამ შემთხვევაში სხვა რა გამოსავალი რჩებოდა? კი ბატონო, ზოგადად კი გასაგებია რომ პანდემიების დროს გავს ჩაკეტვას, ლოკდაუნს გარკვეული მიზანი უნდა გქონდეს, ხო? მიზანი რა არის? რომ ამ პერიოდში იქნება ეს 4 კვირა, 7-8 კვირა, პარალელურად უნდა გავაძლიეროთ რაღაც სისტემები, გამტვირთოთ ჯანდაცვა, გავაძლიეროთ ჯანდაცვის სისტემა, არ ჩამოგვეშალოს ეკონომიკა, უმუშევრებს დავეხმაროთ. დღეს ჩვენ ვიხილეთ გეგმა, გაწერილი რა უნდა ჩავკეტოთ უახლოესი 2 თვის განმავლობაში. მაგრამ სადმე ვნახეთ გეგმა, რას ვაკეთებთ ამ 2 თვის განმავლობაში. პირველ დღეს, მეხუთე დღეს, ამ პირველ კვირას, მეექვსე კვირას, მერვე კვირას, დღეების მიხედვით, როგორ ვაძლიერებთ ჯანდაცვას. სადმე ეს გეგმა ვნახეთ, თქვენ ნახეთ სადმე ეს გეგმა, არ ჩვენ არ გვინახავს სპეციალისტებს. ამიტომ ამბობ, რომ შეზღუდვებს აზრი აქვს, აი ამას წინათაც გონი თქვენთანაც ვახსენე ეს გადაცემაში დიანა, რომ შეზღუდვას, ლოკდაუნს, ყველაფერს აქვს აზრი, როდესაც ჩვენ პარალელურად ამ დროში, როდესაც აწესებ შეზღუდვას, დღიურად გაქვს გაწერილი, რას აკეთებ ჯანდაცვაში სხვადასხვა მიმართულებით, ვინ ყავს პასუხისმგებელი პირები, გუნდები, თავისი ინდიკატორებით, გაწერილი ბიუჯეტით, გაპიროვნებული პასუხისმგებლობით, არა ისე, როდესაც ყველაფერზეა და ამ დროს არავინ არაფერზე პასუხისმგებელი. პარალელურად ეკონომიკას რას უშვები და აქვე შეგახსენებთ, რომ პრემიერმა განაცხადა, რომ იანვრიდან მიიღებთ უმუშევრად დარჩენილები 200 ლარიან დახმარებას 1200 ლარსო ისევ 6 თვეზე. ჯერ პირველი ლოკდაუნის დროს მანახეთ ადამიანი, ხო, ყოველ შემთხვევაში ძალიან ცოტა იყო ისეთი, ვინც 6 თვის განმავლობაში 1200 ლარი მიიღო, იმიტომ რომ უმეტესობამ 1 თვე, 2 თვე მიიღო, 3 თვე და მე კიდე ეს 2 თვე და ვერ მიიღებდა, ხომ ამ ლოგიკით ვეღარ მიიღო.
სხვა ტიპის შემოსავალი ანუ წარმოიდგინეთ 3 კი ბატონო, მაგრამ შეხედეთ დიანა 3, 4, 5 თვე დავკარგე შემოსავალი, მერე დაიწყო ანაზღაურება, მერე რამდენიმე თვეში სამსახური ვიშოვე, მაგრამ იმ 4 თვეში ხო მე რეალურად უფრო მეტი დავკარგე ვიდრე ის 600 ლარი თუ 1200 ლარი და შესაბამისად ვერანაირად მინიმალური კომპენსაციაც ვერ მოხდა, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. აი იმ 2 თვეში ეს ნოემბერი, დარჩენილი დეკემბერი, აქ ხო ისეთ ადამიანებზეა საუბარი, ჯანდაცვას რომ შევეშვათ, თუნდაც ისეთ ადამიანებზე, ვინც დღიურ ფულს შოულობს, ხო? ვინც აი ამ სავაჭრო ცენტრებშია, ან ბაზრობებზეა და ასე შემდეგ. დღეს თუ 20 ლარი ვერ შეიტანა, ხვალისთვის საჭმელს ვერ იყიდის. და რას უშვებდით იანვრამდე, ვინ შეინახავს ამ ადამიანს? ამიტომ თქვი, მაშინაც და ახლაც ვამბობ, რომ ყოველდღიური გეგმა, ყოველდღიური დახმარების გეგმით, ვინც უმუშევარი რჩება, რომ ყოველდღიურ რეჟიმში როგორ ეხმარება მთავრობა და არა 2 და 3 თვის მერე გაურკვეველი ვადით და გაურკვეველი რაოდენობა. ამიტომ ჯანდაცვის ექსპერტები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებში, რომლებიც მუშაობენ, შეხვდით მხოლოდ ბიზნესის წარმომადგენლებს, ანუ ამ ხრივ რა ეკონომიკურ პრობლემებზე არის საუბარი, ეს ამის შესახებ მიიღეთ სრული ინფორმაცია? არა, ჩვენ ხვდებით არა მარტო ჯანდაცვის ექსპერტებმა სრული გეგმა წარუდგინეთ მთავრობას არაერთხელ, სრულად გაწერილი ჯანდაცვის მიმართულებით რა უნდა გაკეთდეს და აქვე სხვათა შორის ვიტყვი ერთ რამეს, რომ ჩვენ ჯანდაცვის რესურსი სწორად რომ გამოგვეყენებინა, ან დღეიდან დავიწყოთ გამოყენება, უფრო მეტ შედარებით მეტ დატვირთვასაც გაუძლებს. პრობლემა ის არის, რომ ჩვენ არასწორი მართვა, მენეჯმენტი გვაქვს, როგორც სხვა მიმართულებით, მაგრამ ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ჯანდაცვის მიმართულებით. ჩვენ როგორც პოლიტიკური პარტიის, არა მხოლოდ როგორც ექსპერტები, ხა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასაც წარმოვადგენ, ხო, სტრატეგია აღმაშენებელს, ასევე ჩემი კოლეგები, გვაქვს სხვადასხვა სექტორული შეხვედრები, ბიზნესის წარმომადგენლებთან, ჯანდაცვის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა სექტორებთან და დიახაც ვიცით, რომ ისინი არ არიან კმაყოფილები, ისიც ვიცით, გაგიმხელთ, რომ რამდენიმე დღეში ეს სექტორი თვითონ გააკეთებს განცხადებას თუ რამდენიმე დღეში არიან, რომ მარტო აი ამ ქალაქში, მარტო თბილისში დასაქმებულ სავაჭრო ცენტრებში, ხო, თავისი მომარაგებით და ასე შემდეგ 60,000-მდე ადამიანი რჩება უმუშევარი და ამათ რას უშვებით ჩვენ, რომ 2 თვის მერე 200 ლარს მოგცემთ, ანუ ეს ხო არ არის მხარდაჭერა. ან ამასაც თავი დავანებოთ, აი ჯანდაცვაზე გადავიდეთ. ტრანსპორტი რომ არ იმუშავებს, სამედიცინო საჭიროებისთვის ადამიანი როგორ გადაადგილდება? ყველას აქვს საშუალება რომ ტაქსით გადაადგილდეს, ან ყველას პერსონალური მანქანა აქვს, ან ის პერსონალი, ექიმები, ექთნები, რომლებიც კლინიკიდან ხშირ შემთხვევაში ძალიან შორს ცხოვრობენ და არის დაორგანიზებული, მთავრობა შეხვდა კლინიკის წარმომადგენლებს, გამოუყო რაღაცა შეღავათი ინფრასტრუქტურულად. კი ბატონო, მოგეთ ეს შეკითხვები ახლავს ამ გადაწყვეტილებებს. ბატონ სერგო, ასევე მაქვს კითხვა თქვენს გეგმებს, ოპოზიციის პოლიტიკურ გეგმებს თქვენ ახსენეთ, რომ ამ ექსპერტობის მიღმა კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოვადგენო, აი ამ გეგმებს ცვლის თუ არა გარკვეულწილად მთავრობის შეზღუდვების სქემა? კი, რა თქმა უნდა, ეს მთელ ქვეყანაში ცვლის სიტუაციას და რა თქმა უნდა, ოპოზიციის გეგმებით შესაბამისად შეიცვლება, იქნება ვთქვათ ეს იგივე არ ვიცი, აქცია თუ სხვადასხვა ვთქვათ აქტივობები, რა თქმა უნდა შეიცვლება, იმიტომ რომ ახლა ჩვენ უკვე უნდა ვიზრუნოთ უშუალოდ ამ ადამიანებზე, მათ კეთილდღეობაზე და ხშირ შემთხვევაში ძალიან ბევრ ლუკმაპურის გარეშე დარჩენილ ადამიანზე. ახლა კიდევ ერთი საზრუნავი დაემატა ჩვენ საზოგადოებას და მათ შორის ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს, რომ როგორ უშველოთ, ულუკმაპუროთ გაღარიბებულ მოსახლეობას. გარდა იმისა, რომ კორონა კრიზისია, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური კრიზისია, კიდევ ერთი დიდი გამოწვევა დაგვემატა ყველას ჩვენ, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებს. დიდი მადლობა. შესაბამისად, ჩვენი დღის წესრიგით შეიცვლება, რა თქმა უნდა. კი ბატონო, მადლობა. სერგო ჩიხლაძე იყო ჩვენი სტუმარი. დღეს ჩვენ დავასრულეთ მუშაობა. ხვალ 4-ზე და 6-ზე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ეს TV პირველზე ჩვენი შეხვედრის დროა. ნახვამდის ხვალამდე.